მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება აქვს თუ არა გრძნობები ჩემდამი ჩაფიქრებულ პიროვნებას. დღეს ამ პოზიციანი გაშლა გვაქვს, აირჩიეთ პოზიციები ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. თუ მალე ვერ არჩევთ ხოლმე პოზიციებს, ვიდეო გააჩერეთ და მზად რომ იქნებით განაგზეთ ყურება, ასევე შეგიძლიათ ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ, რადგან ვიდეო მაშინ იწყებს რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ. პირადი კონსულტაცია, ვისაც გსურთ და ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, მესენჯერში მომწერეთ დეტალებისთვის, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით. მოგესალმებით პირველებო და ვნახოთ, აქვს თუ არა თქვენს მიმართ ადამიანს იმ პიროვნებას გრძნობები, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ. პირველი პოზიცია ვინც აირჩია. აქ გეტყვით ასეთ ინფორმაციას, რომ ამ პიროვნებას ძალიან მოწონხართ, ამ პიროვნებას თქვენთან ურთიერთობის განვითარება სურს, ეს პიროვნება თქვენთან კომუნიკაციაში ახლა არის, თქვენს მოხიბლას აქტიურად ცდილობს, თქვენზე არის კონცენტრირებული, თქვენს მიმართ ძალიან ყურადღებიანია, ვნებიანია, თქვენს მიმართ საკმაოდ დაინტერესებული, ამას არც მალავს, მაგრამ თითქოს ამ ყველაფერს აკეთებს ჯერჯერობით კულისებში, ამ ყველაფერს აკეთებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხართ ერთი-ერთზე, არ ამჟღავნებს მეგობრებში, არ ამჟღავნებს სოციალურ საიტებზე, ჯერჯერობით ნაბიჯებს ესე არ დგავს, შეიძლება ფოტოების და ლაიქებას ერიდება, შეიძლება ეს რაღაც მხოლოდ ისეთ სიტუაციაში გამოხატავს რეაქციებს, როდესაც მხოლოდ თქვენ ხედავთ ამ პოსტებს და აი ეს ფაქტორები ცოტათი შეიძლება უცნაურად გეჩვენებათ, რომ აი რამეს ხომ არ მალავს, რამე ხომ არ აქვს დასამალი და ასე შემდეგ. უბრალოდ აქ პიროვნებას სჭირდება გარკვეული დრო, ეს ინფორმაცია მოდის, რომ ჯერჯერობით ეს ადამიანი დაკავებული არის თქვენთან ერთი-ერთზე ურთიერთობით, ჯერჯერობით ეს ადამიანი მზად არ არის, რომ ურთიერთობა გაასაჯაროვოს, გახადოს ყველასთვის საჯარო, ყველასთან გაამჟღავნოს თავისი სიმპათია და გრძნობა. ამ პიროვნებას სხვა პარალელური ურთიერთობები არ უჩვენს, უბრალოდ მის ასე ვთქვათ, სოციალურ წრეში ჯერჯერობით არ ცდილობს, რომ თქვენი კავშირი თუ ინტერესი თქვენს მიმართ გამოავლინოს. შეიძლება აქ იყოს ის ფაქტორი, რომ ერიდებოდეს ეს ადამიანი თავის ასე ვთქვათ, გარშემო მყოფ ადამიანების ჭორებს, მითქმა-მოთქმას, ზედმეტ შეკითხვებს, მათ ზედმეტ დაინტერესებას, ზედმეტ ინფორმაციებს და ასევე ეს ადამიანი თითქოს დარწმუნებული არის, რომ მის გარშემო ცოტათი ისეთი ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანები არიან, ჭორაობას რომ ეძახით ესეთი სიტუაცია შეიქმნება და თავს ძალიან უხერხულად იგრძნობს, თქვენს ამით გიცავთ, ფიქრობს, რომ ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის და უნდა ამ ადამიანს უბრალოდ რომ თქვენთან ურთიერთობით ერთი-ერთზე დატკბეს და ეს რაღაც არ აფიშირება არ მოახდინოს ამ სიტუაციის. ჩვენი კითხვა იყო, რომ აქვს თუ არა გრძნობები თქვენდამი ამ ადამიანს, ამ პიროვნებას აქვს თქვენს მიმართ გრძნობები, ეს ადამიანი აუცილებლად შეეცდება კიდევ უფრო თქვენთან მჭიდრო კავშირს, აქ ხედავ, რომ იქნება პაემანი, აქ ვფიქრობ, რომ კიდევ იქნება სადმე დაპატიჟება, ინიციატივები, ამ ადამიანის მხრიდან წამოსული ინიციატივები ჩანს აქ, რა თქმა უნდა, უბრალოდ აქ გვეუბნება კარტი, რომ ჯერ ამის დრო არ არის, ჯერ კიდევ რაღაც დეტალები არის დასამუშავებელი, კიდევ ამ პიროვნებას რაღაცებში დარწმუნება სჭირდება, რომ უკვე ესეთი მტკიცე ნაბიჯი გადადგას და ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ჯობია, რომ თქვენ ორმა ერთმანეთში იცოდეთ, რაც ხდება თქვენ შორის და არ არის საჭირო ზედმეტი დამსწრე საზოგადოება. ამ პიროვნებამ ნამდვილად იცის, რომ მის ზურგს უკან ძალიან ისეთი დაინტერესება და ჭორების საფრთხე არის და აქედან გამომდინარე, მას სჭირდება დრო, რომ ეს ყველაფერი საჯაროდ გამოიტანოს. შეკითხვა იყო კიდევ ერთხელ, რომ თქვათ, გრძნობები აქვს თუ არა ამ ადამიანს თქვენს მიმართ, აქ ადამიანი არის თქვენზე ორიენტირებული, თქვენზე.
თქვენით არის დაინტერესებული, თქვენთან საკმაოდ კარგ შეგრძნებებს გრძნობს. და სხვათა შორის აქ ვფიქრობს, რომ თქვენს ურთიერთობას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და თქვენს გახარებაზე და თქვენს ბედნიერებაზე არის ორიენტირებული. ზრუნვას ვხედავ აქ, რომ შეიძლება რაღაც გაუჟღერეთ, რომ რაღაც ან ფილმი მოგწონთ, ან რაღაც ყვავილი მოგწონთ, ან რაღაც სუნამო მოგწონთ და ამ ყველაფერს გეგმავს, რომ რაღაც შეხვედრა მოაწყოს რომანტიკული, სადაც ამ ყველაფერს თქვენს რაღაც დაინტერესებას თუ ოცნებას რეალობად აქცევს და რაღაც სასიამოვნო და ბედნიერი დღე თუ საღამო გაჩუქოთ. აი ამ ყველაფერზე ფიქრობს ეს ადამიანი. ესეთი პოზიცია გამოვიდა დაგემშვიდობებით პირველებო. გადავინაცვლოთ მეორე პოზიციაზე, მოგესალმებით მეორეებო, დღეს ვინც აირჩიეთ მეორე პოზიცია და ვნახოთ, აქვს თუ არა გრძნობები თქვენს მიმართ იმ ადამიანს, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ. აქ შეიძლება აქ პიროვნება ძალიან ნიხბავდეს თავის რეალურ შეგრძნებას და ემოციას, რასაც თქვენს მიმართ განიცდის. უბრალოდ ამ ადამიანს აქვს ისეთი დამოკიდებულება ახლა თქვენს მიმართ, რომ ძალიან კარგად არის შეფუთული მისი გრძნობები, მისი დაინტერესება, მისი ვნება და უფრო მეტად მიაწერს იმ ფაქტს, რომ თქვენთან უფრო მეგობრობს. აქ შეიძლება იყოს მეგობრული შეკრებები, აქ შეიძლება იყოს რაღაც უფრო ორიენტირებული სიტუაცია, სადაც სამეგობრო წრე იკრიბება, სადაც მიდიხართ ერთობით, დროს ატარებთ, შეიძლება დაქალთან ერთად ხშირად დადიხართ სადმე და იქ ხდება ხოლმე თქვენი გადაკვეთა, ან დაქალის მეგობარი იყოს, ან დაქალის ნათესავი იყოს, ან მეგობრის მეგობარი იყოს, აი რაღაც ესეთი სიტუაცია არის და დამეგობრდით აი ამ სიტუაციაში და ეს ადამიანი ძალიან ბევრ ყურადღებას იჩენს თქვენს მიმართ, ამას გამოხედვაში და რაღაც პატარ-პატარა ყურადღებით თუ მისი მოქმედებით თუ მისი მანერებით გრძნობთ, რომ ამ პიროვნებას მოწონხართ, მაგრამ არ ჩქარობს ამ ყველაფრის თქვენამდე მოტანას, დემონსტრაციას, არ ჩქარობს, რომ მეგობრობის მიღმა რაღაც უფრო სხვა თემაზე დაილაპარაკოს თქვენთან და რომ ვეძახეთ ხოლმე, ესეთი ნიღაბი აქვს, სადაც თავის ემოციებს არ აჩვენებს თქვენთან. აჩვენებს რაღაც ეტაპამდე, მაგრამ ის რომ თქვენ უთხრათ, რომ ხომ არ მოგწონთ, ან რაღაც ესეთი შანსი გაჩნდეს, რომ თქვენ ამ თემაზე საუბრობთ, ან თვითონ რაღაც ინიციატივა წამოიწყოს სიტყვიერად, ამას არ ამბობს. ანუ თითქოს თან გეფლირტავებათ, თან თითქოს ვერ დაუმტკიცებთ, რომ ეს ადამიანი მეგობრობის მიღმა კიდევ რაღაც ემოციას თქვენს მიმართ გამოხატავს და ამ გამოვლინებას თან თითქოს ერთი ნაბიჯით წინ მოდის თქვენთან ურთიერთობაში, თან მერე უცებ უკან დაიხევს და ისევ ფრენდ ზონაში ჯდება. ჯერჯერობით აი ამ რაღაც მერყეობაში და თამაში არის და თან ეს მოსწონს, როდესაც თქვენს ზერას, თქვენს მიმიკებს, თქვენს ემოციას, ხელვარებას იჭერს. ну აქ გადაკვეთა როგორც აღნიშნე არის სამეგობრო ურთიერთობებიდან გამომდინარე და აქ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თქვენი მისამართით ისეთი შემოთავაზება, რომ სამეგობრო წრე სადმე ერთად ან სამოგზაუროდ წახვიდეთ, ან რაღაც შემოგთავაზოთ, რომ ვიკენდი ერთად გაატაროთ, სადმე დაგპატიჟოთ, ან შეიძლება ესეთ ქალაქგარეთ გახვიდეთ ერთად, იქ შეიკრიბოთ, რამდენიმე დღე ერთადაც დარჩეთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს პიროვნება თავის მოწონებას და ინტერესს და ფლირტს უფრო შეფუთავს ფრენდ ზონის და მეგობრობის სახელით და თან ესეთ რაღაც თან თავის მოწონებას და მოხიბლას გააგრძელებს, მაგრამ ჯერჯერობით ის რომ ეს ადამიანი გამოტყდეს თქვენს მიმართ და რაღაც ახალ ეტაპზე გადაიყვანოს თქვენთან ურთიერთობა, ჯერჯერობით თქვენს პოზიციაზე ეს არ ჩანს, თუმცა აქტიური ესეთი საინტერესო ესეთი რაღაც მაცდური თამაშები თქვენ შორის გაგრძელდება. დაგემშვიდობებით მეორეებო. გადავინაცვლოთ ჩვენ მესამე პოზიციაზე, მოგესალმებით მესამეებო და ვნახოთ, აქვს თუ არა თქვენთან მიგრძნობა იმ ადამიანს, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ.
აქ ძალიან მონათესავე სულები ხართ, ძალიან გავხართ ერთმანეთს. ამ პიროვნებას თითქოს თქვენ რომ სარკეში ჩაიხედოთ, თქვენი ანარეკლი არის ეს ადამიანი. ეს ფიზიკური გაგებით დაკუთხით, რა თქმა უნდა, შეიძლება თქვენს პოზიციაზე ეს არ რეზონირდეს და ვიზუალურად განსხვავებულები იყოს, ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში შეიძლება ვიზუალურადაც კი ჰგავდეთ რაღაც ნიშნებით ერთმანეთს, მაგრამ აქ მოდის უფრო სულიერი მსგავსება. თითქოს როგორც ტყუპები, მონათესავე სულები, ისე ხართ ერთმანეთთან, ძალიან ირეკლავთ ერთმანეთს, ძალიან ორივე თუ ჯიუტები ხართ და ერთ დღეს გაჯიუტდით, ისიც აუცილებლად გაჯიუტდება, ერთ დღეს თუ ისეთ ხასიათზე გაიღვიძეთ, რომ ისეთი ბედნიერი ხართ, რომ აი სამყარო თქვენი გონიათ, ეს ადამიანის ანალოგიურ ენერგეტიკაში არის, ძალიან ავსებთ ერთმანეთს, ერთნაირი განწყობები გაქვთ და სხვათა შორის აქ მოდის ისეთი ინფორმაცია, რომ რასაც თქვენ თქვათ, თქვენს ხასიათში თვლით, რომ ეს რაღაც არის უარყოფითი, ან ცოტათი ტოქსიკური, ან ყველა ადამიანს გვაქვს ეს დადებითი და უარყოფითი მხარები, არავინ არ ვართ იდეალურები და თქვენ თვლით, რომ თქვათ რაღაცას, რომ დაფიქრდებით, რომ ამაში ცოტა ტოქსიკური ვარ, ამაში თქვათ ეჭვიანი ვარ ან რაღაც, ამაში ამ უარყოფით ველშიც ძალიან გავხართ ერთმანეთს და ეს რაღაც ტოქსიკური ეჭვიანობები შეიძლება ერთნაირი გქონდეთ ერთმანეთის მიმართ, ან რაღაც მახის დაგებები იცოდეთ ერთმანეთის მიმართ, ძალიან ისეთი სერიოზულად უკვე ერთმანეთთან მიჩვეულებიც ხართ, ერთმანეთის გარეშე ვერძლებთ, ერთად ძალიან ისეთი ამრეკლავი, ისეთი სარკისებრი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდა და ერთმანეთს რო ხედავთ, ისეთი ვნება იღვიძებს თქვენ შორის, რომ პირდაპირ რომ ვიტყვით ხოლმე მუცელში პეპლებს ვგრძნობთ, ესეთი შეგრძნებები არის, ანუ გული გიცემთ მის დანახვაზე, ეს ადამიანიც ესეთია, მოსვენებას კარგავთ, ერთმანეთს ხან ეჩხუბებით, ხან ეფერებით, ხან გიყვართ ერთმანეთი, ხან ესეთი სიძულამდე მიდიხართ, რომ ძალიან ხიზიანდებით ერთმანეთის სიტყვებზე, მაგრამ აი რაღაც ძალიან ისეთი განსხვავებული ურთიერთობა გაქვთ და თან ამავე დროს უარყოფით თვისებებშიც ძალიან გავხართ ერთმანეთს. აი რაღაცას ეს ადამიანი თუ გამიზნულად გადგენთ ან დაგიშოვებთ, იცით ხოლმე ზუსტად რატომ გააკეთა ეს, იმიტომ რომ თქვენს ანალოგიური ხასიათი გაქვთ და ისე გიყვართ ხოლმე ამ პიროვნების დასჯა, ან სხვა ადამიანებთან გამოგიყენებიათ ეს ტაქტიკა და ძალიან ნაცნობი არის თქვენთვის ამ პიროვნების შინაგანი შეგრძნებები. მე ვიტყოდი აქ, რომ ძალიან დიდი მიზიდულობა, დიდი მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ ამ პიროვნებასთან და ეს კავშირი უფრო მეტად გაღრმავდება. აქედამიანს გიდასტურებთ, რომ აქვს ძლიერი გრძნობები თქვენს მიმართ და თქვენს გრძნობთ ამ ადამიანის მიმართ უკვე ვნებას, სიყვარულს და ემოციას. ეს ადამიანიც იგივენაირად არის თქვენს მიმართ განწყობილი. უბრალოდ აქ გაგაფრთხილებთ შესაძლო უკვე ამ სიტუაციიდან გამომდინარე თქვენც უკვე დასკვნა გქონდეთ გამოტანილი და ხვდებოდეთ, რომ ამ პიროვნებასთან დიდი ვნებათა ხელვა გელით, ძალიან დიდი ემოციების სხვა და ოკეანე გელით ერთად გასავლელი, მაგრამ ადვილი ურთიერთობა, ესეთი დაალაგებული, მშვიდი, ჰარმონიული, ესეთი დავარცხნილ ურთიერთობებს რომ ეძახით ხოლმე, ესეთი ურთიერთობა არ გელით მასთან იქნება როგორც ესეთი ბოლომდე ბედნიერი დღეები, ბოლომდე შეიძლება რაღაც ძალიან ისეთი ტრაგიკული კავშირებიც გქონდეთ ხოლმე, იმიტომ რომ ერთმანეთს არ დაზოგავთ, ერთმანეთს არ დაინდობთ, როგორც სიყვარულში ხართ ზღვარგადასული ერთმანეთის მიმართ, ისევე რაღაცის დაშავებაში და ისევე ერთმანეთის გულისწყენაშიც ძალიან იხარჯებით და ესეთი მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე თავგადასავლებით სავსე ურთიერთობა და გრძნობები და ისტორია გელით ამ პიროვნებასთან კიდევ წინ. ამ პიროვნებას თქვენს მიმართ გრძნობები აქვს, თქვენ ხართ მისი მონათესავე სული. და გემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.